ბავშვობის კომპლექსი, რომელიც დღემდე მოგვყვებათ, გაქვთ ასეთი? Ну, ძალიან ბევრი კომპლექსები მქონდა და შეიძლება მაქვს კიდევაც, მაგრამ ამას ალბათ ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ განთავისუფლებული უკვე ვარ. რომელი კომპლექსისგან? არ ვიცი, მორცხოვის, სხვათა შორის შესახედაობის. ვიზუალის კომპლექსი ჰქონდათ? კი. რაც ბავშვობა მახსოვს, რომ ვიყავი მსუქანი და არ მომწონდა და ჩემი თავი არ მომწონდა. ცხვირი არ მქონდა, რაღაცა სულ მქონდა, რომ პროფილში არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ დიდი ცხვირი მაქვს. ქუდი არ მიხდებოდა და სულ დღესაც მინდა რომ აი ესეთი პატარა ქუდები რო შუბს რო იფარავ, აი ხო ეს მომწონს, მაგრამ ვიცი რომ არ მიხდება. ამის მიუხედავად, რომ შინაგანი კომპლექსი ჰქონდა, თაყვანისმცემლები იყვნენ ბევრი. უთქვავთ, რომ რა კარგი ტანი გაქვს და გამკვირვები ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ბავშვობაში არავინ არ მაქებდა. ეს არ იყო ეს რაღაც, რომ შენ რა ტანი გაქვს, ან შენ ლამაზი ხარ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ესე იგი, ბებია ჩემისგან ეს რაღაცა ძალიან მოგსდევს ჩვენ, რომ არ იყო აქცენტები, მაგალითად, შესახედაობაზე. მთავარი იყო წესი. და როდის გადავახეთ ეს მომენტი, როდის დარწმუნდით, რომ ნამდვილად კარგი გარეგნობა გაქვთ და თქვენი თავი მოგეწოდეთ? ძალიან დიდი ხანი არა, მაგრამ ხო რა, რომ გავთხოვდი უკვე ბავშვები მყავდა. ისიც არ მჯეროდა, რომ კარგი ვიყავ. კომპლიმენტს როცა გეუბნეოდნენ, გწვენოდათ? კი, მიკვირდა. არ მწვენოდა, მაგრამ გაკვირვებული ვიყავ. ნანი ბრეგვაძის შვილობა, როდესმე დაგიმალავთ? ერთი მომენტი იყო, კი, დამიმალოს, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში არ მინდოდა, რომ ეცნე. სად იყავით მაშინ? ვიღაცის ოჯახში ვიყავი, სადაც არ მინდოდა, რომ ცოდნოდა, რომ მე ვიყავი ნანის შვილი. ოღონდ ის კაცი გაგიჟდა, იზახდა რაღაც ძალიან ნაცნობი სახე გაქვს. მაინც მიხვდნენ? არა. ვერ მიხვდნენ. ნანი ბრეგვაძის შვილობა ბევრ რამეში ხელი შეგიშალა თუ დაგეხმარათ? იგივე კარიერაში, იგივე ურთიერთობებში? ვამაყობ? არ ვიცი, ეს გრძნობა დედა ჩემია, ხო? აი ეს დედის გრძნობა და იმ ნანის გრძნობა სხვადასხვა რამეა. საერთოდ რა თქმა უნდა, რაღაცა პოპულარული ადამიანის შვილები მგონია, რომ არიან ხოლმე რაღაცნაირად ჩრდილის ქვეშ. დაჩაგრულებივითომ რაღაცას უმობენ, რომ იმკვიდრებენ. არ მჭიდაობ რა, იმიტომ რომ ჯერსერთი უკვე ჩემმა ასაკმა რაღაც სიმყარე მომცა. ჩემი რაღაც ნიშა მაინც დავიმკვიდრე. ამიტომ შინაგანად ეხლა ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ თავს და მგონია რომ ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ და ნანი ყველასია და აი ესე თუ შეხედავ, აბსოლუტურად აღარ გაქვს ეს რაღაცა გამწარება და ნერვიულობა. დედის დარიგება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრებათ. გარეგნობასთან დაკავშირებით, სულ ესე გაიკეთე ისე რატო, აი დღესაც რომ მოვდიოდი, მითხრა თმები გადაიწიე, ესე გაიკეთე და იყავი მშვიდად და აბა შენიცი, ხო, ეს ითვალისწინებთ ხოლმე? რა თქმა უნდა, ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად ვითვალისწინებ. ადრე უფრო მართალი გითხრათ მაღიზიანებდა რაღაცეები და პლუს კიდე აი ჩემ შემოქმედებით რაღაც პროცესში არ მინდოდა რომ ჩარეულიყო და გარკვეულად ალბათ მართ სწორი ვიყავი მაგრამ ღიზიანდებოდა ნანი და მეუბნებოდა მე ხარ ამის ისეც გეტყვი რომ შენ გავნო წინდა ხო, აი რაღაცები, ხო, წინდა. კი არ წინდა, ნუ არ სიამოვნებდა. ნანის ხო წინდა. პირველი ჩემი სოლო კონცერტი ისე ჩავატარე. ნანი არ იყო თბილისში. მთელი მზადება ამ კონცერტისთვის არასოდეს არც ერთხელ არ მithქვავს რომ მომისმინე. არ ვიცი ეს თვინად კომპლექსი დაარქვით, რომ არ ყოფილიყავი ნანისნაირი. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩემთვის, იმიტომ რომ გავდე აი და კოპირებული იყოს და მე მქონდა აი ეს რაღაცა ჩემი შინაგანი პროტესტი იმისა რომ არ გავდე ნანის ძალიან ბევრი გავაკეთე ისეთი რამ რომ მეგონა რომ ეს ჩემია და მამას მივახცი, იმიტომ რომ ჩემი პირველი კონცერტი იყო ჩუბინიშვილის რომანსები, რომელიც ძალიან გათანამედროვებული იყო, ქალბატონი ლია ხუგაშვილი, გასაგიჟებელი მუსიკოსი, რომელმაც ჩვენ ერთად აი ეს რაღაც ვიმუშავეთ და არ ჩავრიე ნანი. და ამაში მე მგონია რომ პატარაზე გავიმარჯვე. ბედის ვარსკვლავო შენ და მიფარე ჩემი სრემლების ჩემდა ნუ გეშათ ვინც
შემაღვარე ნოგან მაშორე მასთან როდესაც მისაბაძე ადამიანი, მით უმეტეს ნანი ბრეგვაძე, არაცნობიერად რაღაცაში ბაძავდა. თქვენი თავი დაგიჭერია თამაში? როგორ არა, რას ლაპარაკობ, ვიცი, არ მინდა ამ დროს. მაგრამ გენეტიკა რაღაცა მაინც თავისას შვება, ხო, იმიტომ რომ აი როდესაც სცენაზე ვარ, ეხლა განსაკუთრებით ხო, რაღაცა ხა რა ასაკში შევედი, მაგრამ უკვე ზრდასრული, რაღაცა და ძალიან ვგევარ ნანის. ჩემ ამხანაგ მერტო მომთხე რა არის კლონი ხო არა ხარ ნანისიო, ცოტათ მამაით შეიღებეო, იმდენად რაღაცნაირი მსგავსებაა. ის აქ არის ამბობს მდგარი